FM თამუნა აბრამიშვილთან ერთად. საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების მხოლოდ გადაყენება მოხდება და არა არჩევა. ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაცია დღეს უკვე შეხვედრებს პოლონეთის დედაქალაქში გამართავს. ამ და სხვა თემები 12 საათზე პირდაპირ ეთერში ბრუნდება ქრონიკა FM ახალ ამბებს თამარ აბრამიშვილი გაგრძნობა. საკრებულოს წევრმა ზაზა გაბუნიამ სხდომის დაწყებამდე ბრიფინგი გამართა ჩვენი კორესპონდენტი ლევან ჩუგაშვილი საუბრებს ბრიფინგის დეტალებზე. ლევან გისმენთ. ერთი საათი რჩება საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დაწყებამდე, თუმცა ჯერჯერობით უცნობია მიიღებს თუ არა დღევანდელ სხდომაში მონაწილეობას ნაციონალური მოძრაობა. სხდომის დაწყებამდე სპეციალური განცხადება, როგორც აღნიშნეთ, გააკეთა ზაზა გაბუნიამ. გუშინ გამართული კონსულტაციები შეაფასა და განაცხადა, რომ შედეგი არის ის, რომ გუშინდელ კონსულტაციებზე ვერანაირი შედეგის მიღწევა ვერ მოხერხდა. ამის შემდეგ უკვე კომენტარი გააკეთა მამუკა კაციტაძემაც, როგორც უმრავლესობის დეპუტატმა განაცხადა, რიგგარეშე სხდომაზე საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი დადგება და ეს გადაწყვეტილება უმრავლესობის წარმომადგენლებმა წევრებთან გუშინდელი შეხვედრის მეორე რაუნდის შემდეგ მიიღეს. მისი განცხადებით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკადრო საკითხები აუცილებლად დადგება, საკითხი დადგება გათავისუფლების ნაწილში და არა არჩევის საკითხში, როგორც კაციტაძე აცხადებს, საკრებულოს ისტორიაში და ბოლო დროს არსებობს პრეცედენტი, როდესაც 2013 წლის 9 მარტს სხდომაზე როგორც მოხსნა, ასევე დანიშვნა მოხდა საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების, თუმცა მათი გადაწყვეტილებით დღეს მსგავსი პრეცედენტი აღარ გამეორდება. მე შეგახსენებთ, რომ 1 საათში დაიწყება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა და დღეს კომისიების თავმჯდომარეების გადაყენების საკითხი დადგება. პირდაპირ ეთერში ჩვენი კორესპონდენტი ლევან ჩუგაშვილი საუბრობდა საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე. საკრებულოს კომისიების თავმჯდომარეების მხოლოდ გადაყენება მოხდება და არა არჩევა. ამის შესახებ საკრებულოს უმრავლესობის დეპუტატმა მამუკა კაციტაძემ განაცხადა. მისი თქმით, დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე საკადრო საკითხები აუცილებლად დადგება მხოლოდ გათავისუფლების და არა ახლის არჩევის ნაწილში. მისივე განცხადებით, საკრებულოს 25 დეპუტატის ინიციატივით რიგგარეშე სხდომა აუცილებლად ჩატარდება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მამუკა კაციტაძისა და კახა კუკავას კომენტარები. ხვედრი უმცირესობებისა და უმრავლესობების ეს არის თანამდევი ზოგადად პოლიტიკისთვის. ამაში მე მგონი ახალი არაფერი არ არის, მაგრამ რომ არ მოხდეს ისე, რომ ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან ხელების გადაგრეხვას აქვს ადგილი, ჩვენ სხდომაზე განვიხილავთ მხოლოდ თანამდებობიდან განთავისუფლების საკითხებს. ლოგიკური იქნებოდა ის, რომ საერთოდ თვითონ გადამდგარიყვნენ 1 ოქტომბრის შემდგომ, აიღოთ პოლიტიკური პასუხისგებლობა, თუ უნდათ პროცესების ნორმალური განვითარება. ილოცონ და ღმერთ შევედრონ, რომ ხვალ კენჭისყრის წესით გადააყენონ ახვლედიანი და სამადაშვილი, იმიტომ რომ თუ არ გადააყენებენ კენჭისყრის წესით 80-იან წლებში როგორც ხდებოდა, ისე გადააყენებენ. თბილისის საკრებულოში მიმდინარე პროცესებს და დაგეგმილ სხდომას გამოხმაურება უკვე მოხდა პოლიტიკურ წრეებში. ნაციონალური მოძრაობის წევრები ზეწოლაზე საუბრობენ, ხოლო სხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ დედაქალაქის საკრებულოში მიმდინარე პროცესები შეესაბამება ქვეყანაში არსებულ ვითარებას. ჩვენ შეგვიძლია მოვისმენთ უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის ეკა ბესელიას და უმცირესობის წარმომადგენლის გიორგი თევდორაძის კომენტარები. შეიცვალა თბილისის საკრებულოში ყოველგვარი ზეწოლის გარეშე, ის რომ დღეს თბილისის საკრებულოში ვითარება შეცვლილია, უნებრივია შესაძლოა აისახოს უკვე სხვადასხვა კომისიების, კომიტეტების თუ სხვადასხვა ჯგუფების უკვე ხელმძღვანელების არჩევაზეც. სმეხი და ზეწოლა მოქმედებდა დედაქალაქის საკრებულოზე. ადამიანები არ არიან ერთ და იგივე ფსიქოლოგიის, გამძლეობის და ერთგულების. ზოგიერთმა მათგანმა გაუძლო ამ ზეწოლას, ზოგიერთმა მათგანმა შეიცვალა თავის პოლიტიკური გემოვნება და ამაში მათ ძალიან დაეხმარათ ჩვენი ქვეყნის სამართალდამცავი სტრუქტურები. ჩვენ მივიღეთ ის რეალობა, რაც მივიღეთ, რომელიც სამწუხაროდ არ გამოხატავს იმ არჩევანს, რომელიც 2010 წელს გააკეთა ქართულმა ხალხმა ამ შემთხვევაში დედაქალაქის ამორჩეველი. ქრონიკა FM თამუნა აბრამიშვილთან ერთად. ლიტვაში ოფიციალური ვიზიტის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრი და ქართული დელეგაცია დღეს უკვე შეხვედრებს პოლონეთის დედაქალაქში გამართავს. დღის მანძილზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეხვედრაა დაგეგმილი, სადაც საუბარი ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობას და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის საკითხს შეეხება. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ალექსი პეტრიაშვილისა და საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ზალკანიანის კომენტარები. ორივე პალატის სეიმის თავმჯდომარეებთან შეხვედრა, რა თქმა უნდა, მთავარი შეხვედრა არის პოლონეთის პრემიერ-მინისტრთან, ბატონ ტუსკთან და ამ შეხვედრებზეც განხილული იქნება აუცილებლად მომავალი ვილნიუსის სამიტის, საქართველოს ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების საკითხები.
იქნება შეხვედრები ორივე პალატის თავმჯდომარესთან, პარლამენტის, ასევე რა თქმა უნდა მთავარი შეხვედრა იქნება პრემიერ-მინისტრთან. ჩვენ გვექნება საუბარი პოლონეთსა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობის ყველა მნიშვნელოვანი მიმართულებაზე. ქრონიკა FM თამუნა აბრამიშვილთან ერთად. ახალი პრეზიდენტი ახალ რეზიდენციაში დაიდებს ბინას მთავრობის გადაწყვეტილებით ახალი საპრეზიდენტო რეზიდენციის ადგილად ამერიკის ყოფილი საელჩო შენობა გამოცხადა. შენობა ათონელის ქუჩაზე მდებარეობს და მისი სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაწყებულია. ინფრასტრუქტურის მინისტრის განცხადებით ახალი რეზიდენცია ორფლიგერიანი იქნება და ის 240 ადამიანზეა გათვლილი და მოკრძალებული სახის იქნება. თუ რა ბედი ეწევა არჩევნების შემდეგ მოქმედ რეზიდენციას, ეს უცნობია. სავარაუდოდ აღნიშნულ შენობაში პრემიერის ადმინისტრაცია განთავსდება. შენობა ორ ბლოკად არის დაყოფილი. A ბლოკი ეს არის ძველი შენობა, რომლის რეაბილიტაციაც ხდება და ეს უნდა დასრულდეს ოქტომბრის ბოლოს, ხოლო B ბლოკი ეს არის მისი უკანა ნაწილი, რომელიც არის ახალი მშენებლობა და ის უნდა იყოს ასევე დამატებითი ნაწილი ამ შენობისა. B ბლოკის მშენებლობა უნდა დასრულდეს მომდევნო წლის გაზაფხულს. Აღნიშნულება არის პრეზიდენტისთვის შესაბამისი ადმინისტრაციის შენობის მომზადება, ამიტომ ეს ინფორმაცია ნამდვილად შემილია დავადასტურო. ქრონიკა FM თამუნა აბრამიშვილთან ერთად. არასრულწლოვან გოგონასთან სქესობრივი კავშირის დამყარების ფაქტზე კახეთში გამოძიება დაიწყო. გურჯაანის პროკურატურის ინფორმაციით მიმდინარეობს დაზარალებულისა და მოწმეების დაკითხვის პროცესი. როგორც გაირკვა, გოგონა 14 წლის არის და ერთ-ერთ რაიონში მცირე საოჯახო ტიპის სახლის აღსაზრდელია. შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა დაზარალებული დაწესებულებაში არ იმყოფებოდა. გამოძიებისთვის უკვე ცნობილია ეჭვმი დანილის ვინაობა. გურჯაანის პროკურორის მოადგილის განცხადებით, ეჭვმი დანილი უკვე დაკავებულია. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 1-დან 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება. რომის პოლიციამ ძარცვის ბრალდებით საქართველოს 37 მოქალაქე დააკავა. მათ ბრალდება ძარცვის მოხლით წაუყენეს. როგორც ძიებით გაირკვა, ბანდიტური დაჯგუფების წევრები საცხოვრებელი ბინების საკეთებს ახალი მეთოდით ხსნიდნენ და ბინებში შეუმჩნევლად შეღწევას ახერხებდნენ. დაკავებულ და ბინებიდან პოლიციამ 2 მილიონი ევროს ღირებულების ნაძვარცვი ნივთები, ოქრო, ვერცხლი და ძვირად ღირებული კომპიუტერები ამოიღო. ბანდიტურ დაჯგუფებაში ქალებიც ირიცხებოდნენ, რომლებიც ნაძარცვი ნივთების რეალიზაციით იყვნენ დაკავებულნი. ქრონიკა FM თამუნა აბრამიშვილთან ერთად. ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქცია მოსკოვში დარბევითა და მასობრივი დაკავებებით დასრულდა. პოლიციამ არასანქცირებული მიტინგის 200-ზე მეტი აქტივისტი დააკავა, მათ შორის 10-ზე მეტი ჟურნალისტია. წინასწარი პატიმრობის იზოლატორში მოხვდნენ ტელეკომპანია დოჟდის, კომერსანტის, გაზეტა რუს და როიტერის ფოტოგრაფი. მასობრივი საპროტესტო აქციები მოსკოვში და მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი ბლოგერი და მოსკოვის მერობის კანდიდატი სასამართლომ კიროვის ტყის საქმეში დამნაშავედ ცნო და 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ალექსეი ნავალნის დაკავების ფაქტს ოფიციალური ვაშინგტონი ეხმაურება. საგანგებო პრესკონფერენცია გუშინ გვიან ღამით თეთრი სახლის პრეს-მდივანმა გაამართა. ჯეი კერნიმ კიროვის სასამართლოს გადაწყვეტილების გამო შეშფოთება გამოთქვა და ღიად განაცხადა, რომ მოსკოვის მერობის კანდიდატის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი პოლიტიკურად იყო მოტივირებული. მოსკოვი ოპოზიციაზე ზეწოლაში დაადანაშაულა მაგნიტსკის სიის ერთ-ერთმა ავტორმა, სენატორმა ბენჟამინ კადრინმაც. მისი თქმით, ნავალნის უსამართლო განაჩენის გამოტანით რუსეთმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ საბჭოთა ბნელ ეპოქას დაუბრუნდა. ალექსეი ნავალნის მხარდაჭერა უკრაინელმა ფემინისტებმაც გამოუცხადეს. მორიგის სკანდალური აქცია მათ კიევში გამართეს. ამჯერად ისინი დედაქალაქის ცენტრალურ მოედანზე გაშიშვდნენ და რუსეთის ოპოზიცია ანტიპუტინისტური შეძახილებით გაამხნევეს. პოლიციამ ფემინის 2 აქტივისტი ადგილზევე დააკავა. ამ და სხვა თემებით ქრონიკა FM პირდაპირ ეთერში კომოკვრის საინფორმაციო გამოშვები 12 საათსა და 30 წუთზე დაბრუნდება.